კოსტუმირებული მსვლელობით გაიხსნა თეატრალური კვირეული დღეს ბათუმში. თბილისის, რუსთავის, ქუთაისის და ბათუმის თეატრალური დასის წევრებმა ქალაქის ქუჩები ელექტრომობილებით მოიარეს და სპექტაკლებზე დასასწრებად მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს. თეატრალური კვირეულის მიზანს ახალგაზრდული დასების დაახლოვება, მათი მუშაობის სპეციფიკის და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. კვირეულის ფარგლებში 2 და 3 მაისს ბათუმის საზაფხულო თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრალური დასების მიერ მომზადებული სპექტაკლები დაიდგმება. სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია თეატრალური კვირეული ბათუმის მერიის მხარდაჭერით წელს პირველად ხორციელდება. პირველ 2 და 3 მაისს იქნება სხვადასხვა ღონისძიებები, მაგრამ უშუალოდ თეატრალური საღამო იქნება 2 და 3 მაისს. ჩამოსულია თბილისის, ქუთაისის და რუსთავის დასები. ასევე ადგილობრივი ბათუმის დასიც მიიღებს მონაწილეობას ამ კვირეულში. ამ ღონისძიების მიზანი არის, რომ ახალგაზრდული დასები დაახლოვდნენ, გაეცნონ თუ რა სპეციფიკით მუშაობს სხვადასხვა დასები და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი დასი ჩამოვიდეს და ხელი შეეწყოს ახალგაზრდულ თეატრს. Всё-ის მიზანი არის ის, რომ ხალხს მოუწოდოთ მოვიდეს ჩვენ სპექტაკლზე, ნახოს სტუდენტურ მოყვარულ თეატრთა თამაში და ისე ამოვნოს.